ერთი მხრივ არსებობდა ორი მოვლენა. ერთი მხრივ არსებობდა შიდა ძალა, რომელიც იყო დესტრუქციული, ობიექტურად დესტრუქციული იყო, რომელიც არ გამოირჩეოდა მაღალი რაღაც განათლებით, არ გამოირჩეოდა რაღაც ისეთი. მათი პოზიცია იყო ყოველთვის რადიკალური, ყოველთვის იზოლაციონისტური და აი შიშები სულ რომ აი რაღაც გარეთ თუ ინმე შეხვდით, ესე იგი ეს აპოკალიფსი მოხდა. აი აპოკალიფტური რაღაცა ვნებები ვისაც აქვს. ეს არსებობდა ეკლესიაში. შემდეგ ეს ადამიანი ხდება ქალბატონი გიული ალასალიანს ძალიან ახლო წევრი და მისი, ესე იგი, მარჯვენა ხელი, ესე ვთქვათ. რექტორიც იყო ესეთი ეს ადამიანი. არ სახელგვარს არ ვიტყვი სპეციალურად, არ მინდა. და ნუ მოკლედ მოხდა ისე რომ როდესაც ბაბუჩემის სახელზე უნდა გამოსულიყო სტატიათა კრებული, ოჯახმა მოითხოვა რომ ეს ამ ქალბატონს არ მიეღო მონაწილეობა მაშინ. აი ეს ელემენტი ხა ამიტომაც მოიპოვა დიდი ავტორიტეტი ეკლესიამ, რომ ყველა ხედავდა რომ აი ეს დამცველი, დიდი მცველი ჩვენი იყო ეკლესია. როდესაც საუბრობდი იდეალური მონაო, ხო? ნუ თუ შენ იყავი, მაშინაც ეგრე იყო რა, ანუ ინდიკატორი რა არის, რომ შენ ახარ სისტემის ერთგული. ვერ იყო ჩართვები, მე სამეგრელოდან ცაავას საეპისკოპოსოდან იყო, იქ სტუმრად ჩავიდნენ. და შემდეგ ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ იყო, ვითომ კონსპიროლოგიური შტაბინა მოაწყეს, რომელიღაც სასტუმროში, ვითომ გასაიდუმლოებული ყოფილიყო, რომ შეტევა არ მიეტანათ ამათ ინტერვიუზე და პეტრე ცავა ფაქტობრივად დაიცვა და ასე შემდეგ და მოკლედ ეს კამპანია მიდიოდა და ეხა წარმოიდგინე ნუკრი რომ აბსოლუტურად ჩაუხედავი უბრალოდ თავის სამჯანმრთელობა იყო ნუ თუ ყველა იარაღი გადაეწურა უკვე გლობალისტებს და უკვე საქართველოზე მიიტანეს ყველაზე საკრალულზე დარტყმა. არის ორი მიზეზი არის, შიდა და გარე მიზეზები არის. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ალბათ იცით, რომ ილია მეორეს პატრიარქის, ილია მეორეს დროს გამოვედით სოფლიო საეკლესიო საბჭოდან და ეს ადგილები რუსებმა დაიკავეს. და ეს მოხდა ვერ იყო ჩართვები, მე სამეგრელოდან ცაავას საეპისკოპოსოდან იყო, იქ სტუმრად ჩავიდნენ. და შემდეგ ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ იყო, ვითომ კონსპიროლოგიური შტაბინა მოაწყეს, რომელიღაც სასტუმროში, ვითომ გასაიდუმლოებული ყოფილიყო, რომ შეტევა არ მიეტანათ ამათ ინტერვიუზე და პეტრე ცავა ფაქტობრივად დაიცვა და ასე შემდეგ და მოკლედ ეს კამპანია მიდიოდა და ეხა წარმოიდგინე ნუკრი რომ აბსოლუტურად ჩაუხედავი უბრალოდ თავის